გასაკეთებით გავაკეთე და შემიძლია ახლა მივხედოთ სხვა საქმეებს. მადლობთ. მეც დაგმოვში. არა. დაგიტოვოთ მეც ლადოს. დიდი მადლობა. მადლობა. მე ძალიან მოკლე განცხადებით შემოვიფარგლები სადღეისოდ. ნუ პირველ რიგში ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი პატივია ჩემთვის და მე ამას ვაფასებ და სათანადო პასუხისმგებლობით ვეკიდები. მე მიმაჩნია რომ მისი უზენაესობა ხალხის მესეჯი მიღებულ და გაგებულ იქნა. ეს მესეჯი მდგომარეობს პირველ რიგში იმაში, რომ უფრო დიდი აქცენტი გაკეთდეს სოციალურ პროგრამებზე. და ეს რა თქმა უნდა გასდევდეს ფონად იმ რეფორმებს, რომელსაც ვთქვათ, პარლამენტის მიერ ჩემი დამტკიცების შემთხვევაში ჩვენ უეჭველი გავატარებთ. გარდა ამისა, კეთდება აქცენტი დასაქმებაზე, ახალ სამუშაო ადგილებზე. მე ჩემს თავარ ამოცანას, თუ კი პარლამენტი მე დავამტკიცებს ამ პოსტზე, ვხედავ იმაში, რომ აეწყოს კომუნიკაცია, დიალოგი და შეძლების დაგვარად მოხდეს კონსენსუსის ჩამოყალიბება, ხალხს განსაკუთრებით მოსახლეობის დაუცველ ფენებს შორის და სამ ძალიან მნიშვნელოვან ჯგუფს შორის, რომელთაც რეალურად ემყარება ჩვენი ეკონომიკური სიძლიერე, წინსვლა, ის პროგრესი, რომელიც განიცადა ქვეყანამ ბოლო 4 წლის მანძილზე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზურაბ ნოღაიდერის მთავრობის და პრეზიდენტის მეთაურობით. ეს სამი ჯგუფი არის პირველ რიგში ქართული ბიზნესი. ქართულმა ბიზნესმა საკმაოდ კაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი, ასე ვთქვათ, დაინტერესება იმაში, რომ შენარჩუნდეს ეკონომიკური კურსის მემკვიდრეობითობა და სწორედ ამას განიხილავს საწინდარად შემდგომი წინსვლისა, შემდგომი ინვესტირებისა და შესაბამისად სამუშაო ადგილების შექმნისა. და რა თქმა უნდა, დანარჩენი ორი ჯგუფი, ეს არის ჩვენი ინვესტიციების ორი ყველაზე დიდი წყარო. პირველი ეს არის უცხოელი ინვესტორები და ამ, ასე ვთქვათ, ჯგუფთან, ამ აუდიტორიასთან მე მართლაც ბევრი მაქვს ნამუშევარი, ალბათ არც თუ წარუმატებლად და შესაბამისად მოხდება კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა კომუნიკაციისა ამ ჯგუფთან, ძალიან მნიშვნელოვან ჯგუფთან ვიმეორებ იმისათვის, რომ გაგრძელდეს საქართველოში შექმნა სამუშაო ადგილებისა და გაგრძელდეს ეკონომიკური წინსვლა. და გარდა ამისა, ნუ დავივიწყებთ მეორე ძალიან დიდ წყაროს ინვესტიციებისა, ეს არის ქართული დიასპორა. ეს არის ის მილიონამდე ალბათ ადამიანი, როგორც შეფასებებით არის ცნობილი, რომელიც სულ უფრო და უფრო ინტერესდებოდა ამ წლების მანძილზე საქართველოში ინვესტირებით, რომელიც არის ჩვენი ეკონომიკის მინდა გითხრათ ინტეგრალური ნაწილი, იმიტომ რომ მათ ყველას ჰყავთ აქ ოჯახები, ახლობლები და ასე შემდეგ. გესმით რაზეა საუბარი. ამ ჯგუფთანაც მე ბევრი რამე მაკავშირებს. მე 14 წლის მანძილზე არ ვიყოფებოდი საქართველოში, სწავლობდი და მუშაობდი. ნუ ყველაზე დიდი ხანი ამერიკაში და ინგლისში, ასევე რუსეთში, პოლონეთში და ასე შემდეგ. აი ესე ვხედავ მე, აი მაქსიმალურად მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო იმ თავარ ამოცანებს, რომელიც დაყენებულია. მადლობთ. 10 წლიანი გამოცდილება საინვესტიციო საბანკო საქმიანობაში საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ბრიტანეთისა და საქართველოს მოქალაქე ლადო გურგენიძე ამჯერად პრემიერ-მინისტრად ინიშნება. გურგენიძის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველოს ბანკი პირველი ქართული ბანკი აღმოჩნდა, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა. 2 ნოემბრიდან განვითარებულმა მოვლენებმა კი ბანკის აქციების ფასი შეამცირა, რასაც ლადო გურგენიძის პირველი პოლიტიკური განცხადება მოჰყვა. გზა ბიზნესიდან მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელობამდე ეკა კოპალიანის რეპორტაჟი. 90 წელს იმეილი არ არსებობდა, წუთი ღირდა $3, ტელეფონი. საქართველოში დაბრუნებამდე ლადო გურგენიძე 14 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ სწავლობდა და მუშაობდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელა. ლადო გურგენიძემ მიდბერის კოლეჯი და ემორის უნივერსიტეტი დაამთავრა, სადაც ბიზნესის ადმინისტრირებაში მაგისტრის ხარისხი მიიღო. ეს რასაც ვაკეთებ, ესეც ნაწილობრივ იქ მიღებული განათლების და მას შემდეგ იქ
მოგაკეთებული კარიერის შედეგია. ლადო ბევრად უფრო ადრე დაიწყო ჩემზე. ლადო გურგენიძის განათლების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიტყო. მაშინ როცა მიხაილ სააკაშვილი ნიუ-იორკში განათლების გასაგრძელებლად თავად ჩავიდა. ჩავედი ნიუ-იორკში, გავიგერო, ესეთი მაგარი ძალიან კაცი ლადო გურგენიძე, იქ სადღაც ნიუ-იორკში არ მინდა თქვა რომ ხა რაღაც იმათ იჯდა, იმიტომ რომ ეს არ არის სწორი ტერმინი ჩვენ არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდ ავტორიტეტის მატარებელი იყო. და მე დაბრუნდა უკან მაშინ როცა ჯერ არავის არაფრის იმედი არ ქონდა. ამერიკისა და ინგლისის რამდენიმე საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციაში მუშაობის გამოცდილების მქონე ლადო გურგენიძე 2004 წელს საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორად ინიშნება. 2006 წლის მაისიდან ის საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ლადო გურგენიძის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველოს ბანკმა 2 მსხვილი ქართული და 1 უკრაინული ბანკის სააქციო კაპიტალი შეიძინა. ასევე გახდა 3 სადაზღვევო კომპანიის მფლობელი. საქართველოს ბანკი პირველი ქართული ბანკია, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაიწყო ვაჭრობა. 100 მეტმა საინვესტიციო ფონდმა წარმოადგინა განაცხადი, მოთხოვნილება იყო აჟიოტაჟური. საქართველოს ბანკის აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე ნოემბრის დასაწყისში პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციებმა 10%-ით შეამცირა. სწორედ ეს ფაქტი ხდება ლადო გურგენიძის პირველი პოლიტიკური განცხადების საბაბი. 5 ნოემბერს მისი ინიციატივით 100-მდე ბიზნესმენი იკრიბება და ხელს დეკლარაციას აწერს. ბიზნესმენები მხარს ქვეყნის სტაბილურობას უჭერენ. ცეტ-პატევი ერთმანეთს კონსტიტუციას და არ დავანგრიოთ ესე თვალსადახელშოა ის რაც მიღწეული იქნა ბოლო 4 წლის მანძილზე. 37 წლის ლადო გურგენიძე საქართველოს და ბრიტანეთის მოქალაქეა. საინვესტიციო საბანკო საქმიანობაში დიდი გამოცდილების მქონე გურგენიძის პრემიერ-მინისტრად დანიშნოს დადებითად აფასებენ ექსპერტები. 2006 წელს ექსპერტთა გამოკითხვის შედეგად ის წლის საუკეთესო ეკონომისტად დასახელდა. აბსოლუტურად აღიარებული და მიიღებული ლიდერია ბიზნეს წრეებში, დასავლეთის ბიზნეს წრეები მაქვს მხედველობაში. მისი სიტყვა დობით აღჭურვილია, მისი სიტყვა სიმძიმით ახსავსეა და სუფსა საქმიანია, ამიტომ მისიჯერად. ეს იყო ფანტასტიკური არჩევანი, იმიტომ რომ ლადო არის ერთ-ერთი უნიჭიერესი მენეჯერი, რაც კი ყოლია საქართველოს. ლადო გურგენიძე ზურაბ ნოღაიდელს ცვლის, რომელიც მინისტრთა კაბინეტ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ჩაუდგა სათავეში. 2005 წლის თებერვლიდან 2007 წლის სექტემბრამდე მთავრობის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა არ შეცვლილა პრემიერ-მინისტრი, რომელიც მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელობამდე თავადაც მთავრობის წევრი იყო. ზურაბ ნოღაიდელი ჯერ ედუარდ შევარდნაძის, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ფინანსთა სამინისტროს ედგა სათავეში. შევარდნაძის მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი ფინანსთა სამინისტროს ზუსტად 1 წელი და 5 თვე მართავდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ზურაბ ნოღაიდელი ამ თანამდებობას უკვე მეორედ სააკაშვილის მთავრობაში იკავებს. თუ ვინმე შეძლებს, მე მგონი ყველაზე მეტი შანსი აქვს ზურაბ ნოღაიდელს, იმიტომ რომ მან ძალიან კარგად იცის სისტემა. შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც გავაკეთეთ მდგომარეობის გამოსასწორებლად. ბევრად უფრო მეტი ჯიუტობა მომიწევს. ასეთმა განწყობამ გაამართლა შემოსავლების მობილიზება, ბიუჯეტის გაზრდა და გადასახადების რაოდენობის შემცირება ზურაბ ნოღაიდელის ფინანსთა მინისტრობის პერიოდს უკავშირდება. 12 გადასახადი საქართველოში აღარ იქნება. სხვა შორის მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მხრიდან არც იქნება მცდელობა, რომ თქვა ეს გადასახადი რამე ფორმით, სხვა ფორმით თქვა დარჩეს. ზურაბ ნოღაიდელი ქობულეთში 1964 წელს დაიბადა. დამთავრებული აქვს მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პარლამენტში სხვადასხვა დროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, ხოლო შემდეგ გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ასლან აბაშიძის რეჟიმის დროს გარკვეული პერიოდი ზურაბ ნოღაიდელს აჭარაში შესვლა ეკრძალებოდა. მე იმიდან კი არ ვარ საფრანგეთიდან ან თუნდაც საქართველოს რომელიმე სხვა კუთხიდან მე ვარ ქობულეთელი და მშვენივრად ვიცი ვინ მოიყვანა აქ და ვინ რის გამო მოვიდა და რა დავალებით მოვიდა და რა დავალებების შესასრულებლად ეს მე მშვენივრად ვიცი. ზურაბ ნოღაიდელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2005 წლის თებერვალში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ხდება. მართლა სხვანაირი ხალხი მოვიდა. და ეს არის განსაკუთრებით დასაფასებელი. ჩვენ წარმოგიდგინეთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ზურაბ ნოღაიდელი. ზურაბ ნოღაიდელი წარმოადგენს ერთ-ერთი ნიშნით. თუ კი რამეში იყო წარმატებები, ეს იყო ხელფასების და პენსიების დროულად გაცემა და ეს იყო გაზრდილი შემოსავლები. ზურაბ ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრობიდან წასვლაზე საუბარი რამდენიმე თვის წინ აქტიურად მიმდინარეობდა. მაშინ, როდესაც ნოღაიდელს შეერთებულ შტატებში ჰიუსტონის კლინიკაში გულის ოპერაცია გაუკეთდა. ზურაბ ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრობის დროს საქართველო მსოფლიო ბანკმა ეკონომიკური რეფორმების გატარების მხრივ ნომერ 1 ქვეყანად აღიარა და ამერიკაში მას სპეციალური ჯილდოც გადასცეს.
მის პრემიერობას ასევე ემთხვევა რუსეთის მხრიდან განხორციელებული ბლოკადა, მძიმე მოლაპარაკებები ბუნებრივი აირის ფასზე და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მხრივ გადადგმული ნაბიჯები. პრემიერ-მინისტრი აქტიურადაა ჩართული საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების დარეგულირების საკითხში. ის ხელმძღვანელობს სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრელ კომისიას. ამ საკითხზე ბოლო გამოსვლა მას ეუთოში ჰქონდა. საკონტროლო გამშვები პუნქტი თუ შეიძლება ასე ითქვას სოფელ დიდგუფთაში, რომელმაც უნდა გააჩეროს რეგიონის გავლით დანარჩენ საქართველოში კონტრაბანდა, იარაღის შემოდინება, ნარკოტიკების ან გამდიდრებული ურანის შემოდინება, ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელმა ძალიან აქტიურად დაუჭირა ამას მხარი. საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებას პრემიერ-მინისტრი დიდ ყურადღებას აქცევს. კარგავს რომ თავს თურქმენ. სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ტელეიმედის როგორც ერთ-ერთი საშუალების გამოყენების საქმესთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურა მასალებს აქვეყნებს. ამის თაობაზე ბრიფინგი გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ გამართა. ლიკა ხურციძე ისაუბრებს მოამბის სტუდიიდან დეტალებით საღამოშვიდობის ლიკა. საღამოშვიდობის ვახო ნათია დღეს საკმაოდ დეტალურად და ვრცლად ისაუბრეს გენერალურ პროკურატურაში იმის თაობაზე თუ როგორ ახერხებდა ბადრი პატარკაციშვილი ტელეკომპანიის მართვას თავისი მიზნებისთვის. ნათქვამი იყო გენერალურ პროკურატურაში ისიც რომ მიუხედავად იმისა რომ ნიუსკორპს პატარკაციშვილმა გადასცა მართვის უფლებით ტელეკომპანია იმედი და ეს დოკუმენტებიც გვაჩვენეს რის საფუძველზე $3,500 არის გადაცემული მართვის უფლებით. ამას გარდა ბადრი პატარკაციშვილი ბოლო დრომდე რჩებოდა ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ და პრეზიდენტად, რომელსაც უფლება ჰქონდა შეუზღუდავად ჩარეულიყო საკადრო და საინფორმაციო პოლიტიკაში, გაავრცელეს მასალები და სატელეფონო მოსმენები, როგორც აღნიშნეს ხაზგასმით, ეს ყველაფერი ხდებოდა კანონიერად და სასამართლოს დადგენილებით, როდესაც საინფორმაციო პროგრამების ხელმძღვანელს ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილი იღებს დეტალურ ინფორმაციას მისგან იმის შესახებ, თუ როგორ იმართება აქციები, ასევე მას თავაზობს, რომ გამოუგზავნის მოკლე ხანში ანატოლი მოტკინს, რომელიც არის ცნობილი PR და პოლიტტექნოლოგიების მენეჯერი და მთავარი რაც ხდებოდა, რომ იყო ხაზგასმული ის, რაც იგეგმებოდა საინფორმაციო პროგრამების მთავარი დირექტორის კაბინეტში, იყო ის, რომ საუბარი იყო ანალოგები უნდა მომხდარიყო 9 აპრილთან, სამშაბათს უნდა ყოფილიყო პიკეტირება პარლამენტის შენობის, რასაც შესაძლოა მსხვერპლი მოჰყოლოდა და ამის შესახებ იყო ცნობილი ოპოზიციის ლიდერებისთვის ამას ადასტურებს სატელეფონო საუბრები, როგორც უკვე გითხარით, რომლებიც გაავრცელეს და ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ტელეკომპანია, რომელმაც ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოძიების მასალებით 20 მილიონი ზარალი მიაყენა მის მფლობელს, თუ რატომ მუშაობდა და რა მოტივები ჰქონდა ბადრი პატარკაციშვილს. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 2007 წლის 7 ნოემბერს დაიწყო წინასწარი გამოძიება საქმეზე სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე. ამავე დღეს არკადი იგივე ბადრი პატარკაჩვილი ეჭვმიტანილად იქნა ცნობილი აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში. ამავე დღეს იმ საფუძველზე, რომ არსებობს რეალური საფრთხე დედაქალაქში მიმდინარე უმართავი პროცესები გადაზრდილიყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, კერძოდ ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების დამხობაში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყადაღა დადებოდა ტელეკომპანია იმედის ქონებას. რამე თუ არსებობდა საკმარისი მონაცემები და დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნებოდა ამ მიზნის მისაღწევად. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ყადაღა დაედო ტელეიმედის ქონებას, მესაკუთრეს და მფლობელს აეკრძალა ტელეიმედის ქონების, მათ შორის მის მფლობელობაში არსებული კერძო საეთერო მაუწყებლობის ნომერ B16 ლიცენზიის განკარგვა და გამოყენება. კავშირი ბადრი პატარკაციშვილი იმედი. გარდა იმისა, რომ ეს კავშირი საყოველთაოდ ცნობილია და ცნობილია იქიდანაც, რომ ამას ბადრი პატარკაციშვილი აცხადებს ძალიან ხშირად თავის საჯარო გამოსვლებში, მის მიერ გავრცელებულ განცხადებებში. ამას გარდა ჩვენ მოგვეპოვება მტკიცებულებები, უტყუარი დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ ბადრი პატარკაციშვილი არის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იმედის, შემიძლია გავჩვენოთ ეს დოკუმენტი. ტელეიმედის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი პრეზიდენტი, ესე წერია, აქ და აქვს უფლებამოსილება შეუზღუდავად ჩაერიოს საკადრო პოლიტიკის გატარებაში და სარედაქციო პოლიტიკის გატარებაში.
ეს უფლებამოსილება ხორციელდება მის მიერ გენერალური დირექტორის დანიშვნის და გათავისუფლების შეუზღუდავი, ასე ვთქვათ, უფლებამოსილების გზით. ანუ მას შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს გენერალური დირექტორი, ხოლო გენერალური დირექტორი თავის მხრივ უფლებამოსილია, რომ აკონტროლოს სრულად ვითარება ტელეიმედში. შესაბამისად, პირდაპირი კავშირი სამართლებრივ ორგანიზაციული ბადრი პატარკაჩვილსა და ტელეიმედს შორის არსებობს. ამას გარდა, ბოლო პერიოდში მან გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ სამართავად გადასცა თავისი წილი ერთ-ერთ კომპანიას. ბადრი პატარკაჩვილი ძალიან დაწვრილებით ინტერესდება რა ხდება აქციაზე და ბოლოს და გიორგი თარგამაძეც, ასე ვთქვათ, უყვება ამ ამბავს. ბოლოს ეუბნება, რომ მე ხა გამოგიგზავნით ტოლას, რომელიც თქვენ მოგცემთ დირექტივებს, როგორ უნდა მოიქცეთ. თქვენში როგორც ჩანს, გულისხმობს არა მხოლოდ ტელეიმედს, არამედ პოლიტიკური ოპოზიციის გარკვეულ ნაწილსაც. თავარი რისი მიღწევაც ბადრი პატარკაჩვილს იმედის მეშვეობით სურდა, ეს არის ანალოგიები 9 აპრილთან. რაც მისი ვარაუდით გამოიწვევდა პროცესების უფრო მეტ დაძაბვას და შესაძლებელი იყო მაღალი ალბათობით დასრულებულიყო სახელმწიფო ხელისუფლების დამხობით. პროცესების ესკალაციის დროს არ გამორიცხავდნენ მსხვერპლსაც. ბატონო. რა ხდება გიო, როგორ ახარ? კარგად, ხარ როგორ ახარ? რა, ვიცი, ძალიან ნერვიულობ რა. ბევრი ხალხი დღეს უკვე მოსული და ჯერ სამეტრიდან არ ჩამოსული და თბილისლები არიან გასულები კიდე და სავსე ერთი მოედანი უკვე. ეხლა წოლიკაც ჩამოვა მან და დაგირეკავს რა, მე რაღაც დაობარე შეთაფია. კი ბატონო, მე მგონი არ რაღაცა ეს შეცდომა მოგიწევს რა. მაშინ არ ვიცი შენ გითხარი თუ არა, გიორგისთან ვიყავით რა? ხო. ნუ ადრეთი 2 კვირის წინ ალბათ. ხო და მე მის ადეიშვილი და ვებხვაძე, თუ მე და ვებხვაძე მარტო აღარ მახსოვს. რაღაცა ლაპარაკი იყო, კაცო, რასაპირებს, თქო, იყო 2 ნოემბრის მერე, შაბათი რა, ან კვირა. ხო და მე ხავ არაფერსო შაბათ-კვირაო და ясნია რომ არაფერსო და აი მე ამხარ მეც აი რაღაც 2 შაბათს ველი თქვა. არა, 2 შაბათს არა, 3 შაბათს არისო ხდომაო. ხო. და რაღაც პიკეტირება იქნებაო და ясნია რომ იმადგანო იქნება წინააღმდეგობაო და ძალიან ჯახია იწევაო და ხა 3-4 ადამიანი იქ რომ ამას რაღაცა მოუვიდესო და რაღაც ნუ ანუ მოგწესო. მე წარმოედგინე იმათ როგორ გადაჯეგავს ეს ხალხიო. ხო და მე ლევანმა დაიწყო რომ კაი იქნება და აიცხრა ხო ის როგორც იცის ხოლმე რა 9 აპრილი და აი რაღაცა რა ჩაულებად ხო მე იქაც მქონდა რეაქცია და უთხარი რომ ხა რა პონჩი ამბობთ რა 9 აპრილი მაშინ წადი და შენ მოგტიმეთი თუ ითული რომ 18 კაცი მოკლეს თუ 3 ერთი შენ იყავი თქო რა და რაღაც არაფერი და მე რა ეს მოუყავე ღვინჯოს რა აი ჩაულებად თუ ლაპარაკობთ ხო ვაფშე არ ვთვლი რომ გიორგის მე საიდუმლე ვარ და შევინახო მისი ისინი ხო ჩაულებრივ ლაპარაკა და ღვინჯოს უთქვას მე თიკოსთვის რა იმიტომ რომ მე თიკოს ხა ეგეთ რაღაცებს არ ვენდობი იმიტომ კი არა რომ არ ვენდობი პროსტა მაგას უფრო დიდხნიანი ურთიერთობა აქვს გიორგისთან და თუ რამე აინტერესებს მისგან წავიდეს და თვითონ კითხოს ხო ხო და პროსტა ეს მოუყევი ღვინჯოს რომ გაგიჟებული ვარ თქო რომ ეგრე შეიძლება ადამიანი ლაპარაკობდეს ნუ 1-3-4 ადამიანი მე რა ვერ იმას იზავს, короче говоря, измора манилас возьмут. А иге шена ეს უპერსპექტივო პონტია რა, короче говоря, რა. აი ეს გაწელვა იმისი, ცოტა უფრო აქტიური მეძე თუ არ გადახვედით, შანსი არ არის, პერსპექტივა არ აქვს. აი დაიმახსოვრე ჩემი ნაცქვამი. ორი დღე და მერე გადავა რა. თქვენ რო აჩერებთ ამ ხალხს, გაიგე შენა, არ უნდა რა ამ ხალხს ასე იმას კი არ ვიძახი რომ მოუწოდო პირდაპირ გაიგე, მაგრამ გაჩერებაც არ არის საჭირო ამ მუხტის. ისე ხალხი ხელს ჩაიქნევს, გაიგე. мне ეხლა სასტარამი многое виднее, дорогой мой, გაიგე. მე ხო გვერდიდან უყურებ და აი ვატყობ ეგეთ რაღაცას რა. ნუ აჩერებს ბიჭო ეს ხალხი ამდენი წელი დაგჭირდათ იმაზე რომ გამოგიყვანათ გარეთ და ეხლა იმაშვებით კლავთ ამ მუხტსტო. დიახ და ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი აკავებს გიორგი ბერიძეს და ზურაბ მეტრეველს, რომლებიც არიან დაკავშირებული ასევე ტელეიმედთან, უფრო კონკრეტულად დღეს როგორც გენერალურ პროკურატურაში განმარტეს გიორგი ბერიძე, რომელიც ხელმძღვანელობდა კერძო ფირმებს, პროფესიული დაცვის ლიგას და საერთაშორისო დაცვის საზოგადოებას, ეს არის კერძო დაცვის სამსახურები. იგი უკავშირდება ყოფილი უშიშროების სამსახურის ერთ-ერთ მუშაკ ზურაბ მეტრეველს და სატელეფონო საუბარში მას თხოვს, რომ
თუ შესაძლებელია მან უნდა შექმნას ფორმირება, სადაც მოიწვევს ადამიანებს, სასურველია ეს ადამიანები იყვნენ უშიშროების ყოფილი მუშაკები, ასევე გაწვრთნილი და ნავარჯიშები, ესეთ შემთხვევებში და სასურველია ასევე ხაზგასმული იყო იქ, რომ ისინი ყოფილიყვნენ იგორ გიორგაძის მხარდამჭერთა რიგებში, თუნდაც ოდესღაც ეს ადამიანები დაკავებულები არიან იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვის ბრალდებით და ასევე ეჭვმიტანილია ბადრი პატარკაციშვილის დაცვის უფროსი საშა მაისურაძე, რომელსაც ადრე ბრალად ედებოდა ბიზნესმენ ჯონი გიგანის მანქანის აფეთქება. მათი საცხოვრებელი ბინებიდან და ოფისებიდან ამოღებული არის ძალიან დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და კიდევ მნიშვნელოვანი დეტალი ეს საერთაშორისო დაცვის საზოგადოება, რომელსაც ხელმძღვანელობდა გიორგი ბერიძე, ეს ტელეიმედის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა, დაკავებულებმა წაყენებული ბრალდება აღიარეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ დაწყებულია გამოძიება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა გასაღების ფაქტზე. კერძოდ, დაცვის ფირმების, საერთაშორისო დაცვის საზოგადოების და პროფესიული დაცვის ლიგის დირექტორი გიორგი ბერიძე დანაშაულებრივად დაუკავშირდა პროფესიული დაცვის ლიგის ერთ-ერთი ობიექტის დაცვის უფროსს, უშიშროების სამსახურის ყოფილ მუშაკ ზურაბ მეტრეველს, რომელსაც დაავალა უკანონო შეიარაღებული ფორმირების შესაქმნელად მოეძებნა და შეეკრიბა გამოცდილი და ფიზიკურად მომზადებული უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები. განსაკუთრებით აქცენტი კეთდებოდა იგორ გიორგაძის ყოფილ ოფიცრებზე. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საერთაშორისო დაცვის საზოგადოება არის დაცვის ფირმა, რომელიც ახორციელებს ბადრი პატარკაციშვილის ობიექტების დაცვას და რომლის დამფუძნებელიც არის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ალექსანდრე საშა მაისურაძე, რომელიც გახსოვთ ბრალდებული იყო გიგანის აფეთქებაში და აქაც მაშინ იყო საუბარი, რომ იკვეთებოდა პატარკაციშვილის კვალი. საშა მაისურაძე არის ბადრი პატარკაციშვილის პირადი კოორდინატორი დაცვის საკითხებში და ასევე ტელეკომპანია იმედის, ამას გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, ტელეკომპანია იმედის შტატიანი კონსულტანტი. რაც შეეხება დაცვის მეორე ფირმას, პროფესიული დაცვის ლიგას, რომლის დირექტორი ასევე არის გიორგი ბერიძე, ამ ფირმის ერთ-ერთი ოფისი განთავსებულია ტელეიმედის შენობაში. 2007 წლის 13 ნოემბერს ბერიძე დაკავებულ იქნა ეჭვიტანილის სახით და მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ამ პირს ბრალი უკვე წაეყენა და შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა. იმავე ბრალდებული სახით პასუხისგებაში მიცემულია ზურაბ მეტრეველი, რომლის ოფისის ჩხრეკისას ამოღებულია ასევე დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ზურაბ მეტრეველმა წაყენებული ბრალდებები აღიარა. ამავე მუხლების საფუძველზე, ამავე საქმეზე ეჭვმიტანილად არის ცნობილი ალექსანდრე მაისურაძე. ვარ ზურაბ მეტრეველი 1985-1986 წლიდან წლის ბოლომდე მსახურობდი ავღანეთში. მაქვს მიღებული გარკვეული საბრძოლო გამოცდილება. 1993-1995 წლის ბოლომდე მსახურობდი სახელმწიფო უშიშროებაში სხვადასხვა ოპერატიულ თანამდებობებს. ამჟამად მუშაობ პროფესიული დაცვის ლიგის ერთ-ერთ ობიექტის დაცვის უფროსად. დაახლოებით სექტემბრის ბოლოს ჩემთან მოვიდა ობიექტზე გიორგი ბერიძე, პროფესიული დაცვის ლიგის გენერალური დირექტორი. დამთხოვა, რომ მომეძიებია ძლიერი საბრძოლო გამოცდილების ან სპეციალური მომზადების მქონე პირები. მე ვეცადე მისი დავალება შემესრულებინა და მოვიძიე ეს ხალხი, რომლებიც შემდგომში გადანაწილებულები იყვნენ სხვადასხვა ობიექტებზე, აღნიშნულ სამსახურის სხვადასხვა ობიექტებზე.
მინდა აღნიშნო, რომ გიორგი ბერიძე გარდა იმისა, რომ არის პროფესიონალური დაცვის ლიგის დირექტორი, ის მუშაობს ამავე თანამდებობაზე პროფესიონალური დაცვის ლიგაში. ინტერესებურიც საერთაშორისო დაცვის სამსახურში, რომელიც ახორციელებს ტელეემედის ფიზიკურ დაცვას. აღნიშნული ტელეემედის სამსახურის დაცვის სამსახურს, ესე იგი საერთაშორისო დაცვის სამსახურს ორდინაციას უწევს ტელეემედის დაცვისა და უსაფრთხოების მენეჯერი საშა მაისურაძე. საშა მაისურაძეს მე ვიცნობ ხანი დიდი ხანია არის გამოსტილი მუშაკი ამჟამად იყო პენსიაში. დაახლოებით ოქტომბრის 28-29 რიცხვში 8:30-ზე თუ 9 საათი იყო სულ ვერ გეტყვით. მოვიდა ჩემთან ოფისში ამოვიდა გიორგი ბერიძე და მთხოვა დავხმარებოდი მას თვითის ამოტანაში დაბლინდა. მე ჩავყევი მას და იქვე მან განმარტა, რომ ეს არის ცეცხლსოლი იარაღი, რომელიც უნდა შენახული იქნა ჩემთან, ვინაიდან ჩემთან არავინ არ მოვა და გარკვეულ დროს უნდა გადანაწილდეს ობიექტზე მომუშავე პერსონალს დაცვის სამსახურს. ატანისთანავე იარაღი შევიტანეთ, რომ იარაღი იყო ჩაწყობილი ქვილის ტომრებში და ეს ტომრები განვათავსეთ ჩემს სამუშაო ოთახში მაგიდის ქვეშ. რა გითხრა და გერიდა. ხო, არა, რამე მოგაიწევია. ეთი ჩემი მეგობარი არის. აგებს მეგობარი. სერმამ ჩაუზაფრალში. ატლანტაში? ხო. მეცოდნება. მერაბა საბუნდო. განუკაჩვენი და რა პრობლემაა? აქეთ საფრთხე ჩვენსკენ? ხო, რატო? რატო და შეიძლება დაწერება და დრო ეს მე არ ვიცი რა სპეციფიკაზე მუშაობს რა ის რაიცი ზაგა ძებნება და გასწრას თქუგან მაგი სამი იყო ვერ იყო სპორტს გაგების უკრას არაფერს არ მეუნება მე მე იყო ქიმიოზოდე მე იყო მეტროზოდე მე იყო დივიატკის უკრას ნარუშკა დაიწყო და მე ეს ნარუშკა გაინტერესებს და ნარუშკა და საერთოდ ნარუშკის ჯანჯღავა თემურა ჩვენ დამუშავოს ხო ამ ნარუშკის შეფი იყო საქართველოში რომელიც გაზმება ეს არის გამორედების რასაც ვეთქვი ვანი არის ხო ნარუშკის შვენიერმა არა ეს იყო ზოგორითი სკოლა გავლილია ემო let 49 თუ გვაინტერესებს კადრები ხო უყურე რა შეესახება ჩვენ კადრები გვაინტერესებს მაგრამ აი ხა თქვენ კადრებში ხედავთ თუ როგორ ჩატარდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ ჩხრეკა გიორგი ბერიძის სახლში და ზურაბ მეტრეველის სამსახურში, სადაც როგორც თავად ზურაბ მეტრეველი აღნიშნავდა, ქვილის ტომრებში იყო ჩაწყობილი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარკვეული მიზნებისთვის უნდა გამოეყენებინათ. კადრში ხედავთ, რომ საბრძოლო მასალა არის საკმაოდ შთამბეჭდავი და პროფესიონალებისთვის გათვლილი.
ზურაბ მეტრეველმა აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა გამოძიებას, თქვენ მოისმინეთ აღიარებითი ჩვენება? აი ეს არის სრულად ის საბრძოლო მასალა, რაც ამოიღეს. ეს მასალები გამოაქვეყნა დღეს გენერალურმა პროკურატურამ, როგორც უკვე გითხარით, დეტალურად განმარტეს მათ თუ რატომ შეუჩერდა ტელეკომპანია იმედს ლიცენზია და თუ რა ინტერესები ჰქონდა და ამოძრავებდა ბადრი პატარკაციშვილს ამ ტელეკომპანიის მეშვეობით და ამაში ჩართული იყო როგორც პროკურატურაში განაცხადეს ოპოზიციაც, რადგან მათ იცოდნენ თუ როდის რას გეგმავდა ბადრი პატარკაციშვილი ტელეკომპანიის საშუალებით. ვახონათია. დიდი მადლობა ლიკა ხურციძე საუბრობდა მომბის სტუდიიდან გენერალური პროკურატურის მიერ დღეს განკეთებულ განცხადების თაობაზე. პატარკაციშვილის საქმე ასე ქვია ფილმს, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ მოგვაწოდა დოკუმენტური ფილმი პატარკაციშვილის საქმესა და ამ საქმესთან ტელეიმედის კავშირს ეხება. ფილმს საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს 22 საათზე გადაცემა დღის კომენტარის პირველ ნაწილში შემოგთავაზებთ. გადაცემის მეორე ნაწილი კი დაეთმობა მსჯელობას საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. დავით აფრასიძის სტუმრები ნინია კაკაბაძე, ია ანთაძე, ნუგზარ ციკლაური იქნებიან. ახლა კი ჩვენ უბრუნდებით კვლავ დღის მთავარ თემას. საქართველოს პრეზიდენტმა წარუდგინა საზოგადოებას ახალი პრემიერ-მინისტრი ქეთი ქარდავა, ჩვენი კორესპონდენტი, იმყოფება სახელმწიფო კანცელარიაში, რომელიც პირდაპირ ერთ-ერთში გვერდება საღამო მშვიდობის ქეთი. შენ ალბათ ესაუბრე მთავრობის წევრებს და რა შეფასებებს აკეთებენ ისინი ამ საკადრო ცვლილებაზე პრეზიდენტის მიერ ლადო გურგენიძის კანდიდატურის დასახელებაზე. საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრეთ კახა ბენდუკიძეს, კახა ლომაიეს და დათო ბაქრაძეს. ამ სამ მინისტრმა გააკეთა კომენტარი ლადო გურგენიძესთან დაკავშირებით, ამ ცვლილებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა დავაზუსტო, რომ ყველა მინისტრი და მთელი მინისტრთა კაბინეტი ავტომატურად პრემიერ-მინისტრის შეცვლასთან ერთად ითვლება დათხოვნილად. ისინი ამ წუთას უკვე ასრულებენ მოვალეობას, ისინი არიან მოვალეობის შემსრულებელი მანამ, სანამ პარლამენტი არ დაამტკიცებს პრემიერ-მინისტრს და მის ახალ გუნდს. ამის შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა უკვე გამოსცა. რაც შეეხება საკადრო ცვლილებას, ისინი ამბობენ, რომ ლადო გურგენიძე არის არაჩვეულებრივი მენეჯერი, ადამიანი, რომელსაც მიღებული აქვს საუკეთესო განათლება წამყვან უნივერსიტეტებში, აქვს სერიოზული გამოცდილება და ის არის ახალი იდეების შემომტანი იქნება და ახალი პროგრამების დამნერგავი ხელისუფლებაში. აქცენტი, ისევე როგორც ლადო გურგენიძე, ასევე მინისტრები ამბობენ, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს სოციალურ პროგრამებზე, დასაქმებაზე და ჯანდაცვის სფეროში ახალ პროგრამებთან დაკავშირებით. ბუნებრივია ჩვენ დავსვით კითხვა ნოღაიდელთან დაკავშირებითაც, თუ რა პოსტს დაიკავებს ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრი გათავისუფლების შემდეგ. კახა ბენდუკიძე ამბობს, რომ ის რჩება გუნდში, ხოლო კონკრეტულად თანამდებობა ჯერჯერობით მისი არ ზუსტდება. შემიძლია ვთქვა იგივე, რაც თქვა პრეზიდენტმა. ეს არის ცვლილებები, ეს არის სიახლეები საქართველოს მთავრობაში და მე ვფიქრობ, დღეს საქართველო შესულია იმ ეტაპზე განვითარების, როდესაც ცვლილება და სიახლე ქვეყნისთვის განსაკუთრებით საჭირო და მნიშვნელოვანია. ბატონ ლადო გურგენიძის წარმატება არის ნიშანი, ერთგვარი ნიშანი და სიმბოლო ახალი საქართველოს ეკონომიკური სისტემისა, რომელიც არის გახსნილი და ღია ახალი ინიციატივისთვის, ახალი იდეებისთვის. ზურაბ ნოღაიდელი იყო ყოველშვაში მე რაც წარმოდგენა მაქვს ასოც ისტორიული რაღაც დოკუმენტის კითხვის შედეგად დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე ეფექტური პრემიერ-მინისტრი თუ ჩავთვლით 1918 წლიდან და ნუ იქამდე დამოუკიდებელი საქართველოს დიდი პერიოდი არ არსებობდა და მაგრამ მე მგონია რომ აი ამ ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრემიერ-მინისტრი არ იყო და მან შეძლო ჩვენი მონაწილეობით და ყოველშემ მე ამის იმედი მაქვს ჩვენი მონაწილეობით იმ შედეგის მიღწევა რომ საქართველო გახდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად განვითარებადი ქვეყანა. რაც შეეხება კიდევ ნოღაიდელთან დაკავშირებულ თემას, არა მარტო კახა ბენდუკიძემ აღნიშნა ის, რომ ნოღაიდელი იყო წარმატებული პრემიერ-მინისტრი და ის დიდხანს დარჩება ლადო გურგენიძისთვის მთავარ მრჩევლად. რაც შეეხება თვითონ კონსულტაციებს ახალ მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით, ბუნებრივია ჩვენ ამ თემითაც დავინტერესდით. საინტერესოა თუ ვინ დარჩება ახალ მინისტრთა კაბინეტში და ვინ დატოვებს თანამდებობას. ამ თემასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კომენტარი კონკრეტული არ კეთდება. მინისტრები საუბრობენ, რომ კონსულტაციები იქნება შაბათ კვირას და ორ შაბათს უკვე მედიას და საზოგადოებას ექნება სრული სურათი იმ გუნდთან დაკავშირებით, რომლითაც ლადო გურგენიძე წარდგება პარლამენტში. დიდი მადლობა ქეთი ქარდავა საუბრობდა საკადრო ცვლილების შესახებ საქართველოს კანცელარიიდან.
გაცრავთ. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის ეროვნული საბჭოს ბრიფინგი. ოპოზიციის წარმომადგენლებმა საგანგებო განცხადება გააცნეს საზოგადოებას და ტელეიმედის მაუწყებლობის აღდგენა მოითხოვეს. კანონობა არ დარჩება სამართლებრივი რეაგირების გარეშე. გვინდა მოგმართოთ ჩვენს მოსახლეობას, ნუ შეუშინდებით მოძალადეებს, კრიმინალების დრო საქართველოში დამთავრებულია. გვერწმუნოთ, რომ მათი თაეში აილაგმება და ეს მოხდება ძალიან სწრაფად. ასევე განთავისუფლდება უკანონოდ დაპატიმრებული ხალხი. თავისუფალი მედია. თავისუფალი მედიის სივრცის შეზღუდვა, რაც განხორციელდა ტელეკომპანია იმედის ბარბაროსული დარბევით, კავკასიის 25 არხის, სხვა რეგიონალური ტელევიზიების და ბეჭვიტი მედიის შეზღუდვით, სხვა არაფერია თუ არა სააკაშვილის მცდელობა ინფორმაციულ სიცრუეში ამყოფოს საკუთარი მოსახლეობა. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა აღარ მოქმედებს, უქმდება ის შეზღუდვები, რაც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე 7 ნოემბრის შემდეგ დაწესდა. არ აღდგენილა ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობა, დანარჩენი მედია საშუალებები კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელის, რომლის საშუალებითაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საინფორმაციო მაუწყებლობა ხორციელდებოდა. სხვადასხვა მედია საშუალებები 10 დღიანი პაუზის შემდეგ ერთად დღეს პირველად შეიკრიბნენ. საგანგებო მდგომარეობისას ინფორმაციის მოპოვებაზე აკრძალვის გამო ჟურნალისტები მოვლენებს ვერ აშუქებდნენ. 10 წლის რადიო ფორტუნა პირველად აღმოჩნდა საგანგებო მდგომარეობაში. ფორტუნას ყოველსაათიანი საინფორმაციო გამოშვება ეთერში ხვალიდან გავა. პრინციპში ეს იყო მართლა პირველი შემთხვევა 90-იანი წლების შემდეგ, აქედან გამომდინარე ცოტა უხერხული იყო ჩვენთვის ეს შეზღუდვა, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ფაქტობრივად დავემორჩილეთ. ეთერში არც კურიერი გადიოდა. უნებლიე დასვენება ძალიან დატვირთული ტელეჟურნალისტებისთვის ურიგო არ იყო, მაგრამ რუსთავი 2-ში ყველას ქვეყანაში შექმნილი ვითარება აღელვებდა. შესაძლოა ქვეყანას ეს მართლაც ჭირდებოდა, ცოტათი რომ ყველა დამცხრალიყო და ცივი გონებით შეეხედა იმ სიტუაციისთვის. რაც შეიქმნა და როგორც ვფიქრობ ეს ყველასთვის გაკვეთილი იყო ძალიან დიდი. ჩვენ უკვე შეგვეძლება ალბათ ყველა იმ კითხვას გავცეთ პასუხი, რაც დღემდე დაგროვდა 7 ნოემბრის შემდეგ. და მაყურებელი ამას ელოდება ზუსტად ჩვენგან და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით რომ ობიექტური სურათი დავდოთ უკვე დღეიდან. ტელეკომპანიებიდან ამ 10 დღის განმავლობაში ინფორმაციას მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემდა. შეზღუდვის მიუხედავად ყოველდღე პირდაპირ ეთერში გადიოდა ток-შოუ დღის კომენტარიც, დებატებით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. მოამბე როგორც ყველა დღეიდან ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მოვლენების გაშუქებას. ჩვენ ისევ დიდი პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ, შევეცდებით რომ ვიყოთ მაქსიმალურად ობიექტური, ოპერატიული და გავაშუქოთ ყველა აქტუალური და საინტერესო თემა რაც ხდება. საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები ყველაზე ნაკლებად ბეჭდვით მედიას შეეხო. ინფორმაციის მოპოვება უჭირდათ, მაგრამ გაზეთის გამოშვება არავის შეუწყვეტია. მიუხედავად ამისა, საგანგებო მდგომარეობიდან გამოსვლა 24 საათში მოსწონთ. ძიმე იყო ფსიქოლოგიურად იმის აღქმა, რომ ჩემს ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ მეორე მხარე მედალის ის იყო, რომ ეხლა მე მარტო ჩემ თავზე შემიძლია ვილაპარაკო, იმდანად გადაღლილი ვიყავი ალბათ. აი ამ ბოლო პერიოდის დაძაბულობისგან და განსაკუთრებით სწორედ ეს დაძაბულობა ძალიან აგრესიულად მოდიოდა მედიის ზოგიერთი საშუალებებიდან, რომ ერთგვარი დასვენებაც კი გამოვიდა ჩემთვის პირადად ფსიქოლოგიური. შეზღუდული პოლიტიკური აქტივობა პოლიტიკოსებსაც აღელვებდა. პრეზიდენტის გუნდიც და ოპოზიციის წევრები ცვალიდან აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან. მით უმეტეს რომ ყველა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. ჭეშმარიტად არასაპრეზიდენტო ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი შონ მაკორმაკის თქმით, შეერთებული შტატები საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მიესალმება და ასევე საჭირო თვლის დამოუკიდებელი მედია საშუალებების მუშაობის უზრუნველყოფას. მაკორმაკის განცხადებით, მომავალ კვირას, როცა საქართველოს ადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მომზადებას დაიწყებს, მნიშვნელოვანია, რომ ღია ატმოსფერო იყოს, რომელშიც კანდიდატებს საკუთარი თავის წარდგენის საშუალება და დამოუკიდებელ მედია საშუალებებთან ურთიერთობის შესაძლებლობა მიეცემათ. ლას-ვეგასში შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს შორის გამართული ტელედებატების ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე მოვლენები იყო. დებატები ტელეკომპანია CNN-ის მიერ იყო ორგანიზებული და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. დემოკრატების მხრიდან პრეზიდენტობის 7-მა კანდიდატმა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე ისაუბრა, თუმცა მთავარი თემა საგარეო პოლიტიკა, ერაყიდან, ავღანეთიდან შეერთებული შტატების ჯარების გამოყვანა, ასევე ირანის ბირთვული ამბიციები, საქართველოსა და პაკისტანში არსებული ვითარება იყო. დემოკრატ სენატორ ჯორჯ ბაიდენის
განცხადებით ის საქართველოში არსებულ ვითარებაზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტელეფონით ესაუბრა. მისი განცხადებით ამერიკას საქართველოს წარმატებას სურს და თუ სააკაშვილი თავისი შეხედულებების ერთგული იქნება, საქართველოს ამერიკის ძლიერი მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს. ვინ არის ჩვენ შორის მზად აიღოს ყურმილი და ვლადიმერ პუტინს პირდაპირ უთხრას საქართველოს თავი დაანებოს, რადგან პრეზიდენტი სააკაშვილი ახლა მართლაც გასაჭირში იმყოფება, რომელმაც ჩვენგანმა იცის ამჟამად იქ რა ხდება. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში გამოჩენილი სიმშვიდისთვის საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას მადლობას უხდის. მიხეილ სააკაშვილი რიგარეში საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპონენტებს და საზოგადოებას გამჭვირვალე და ობიექტურ არჩევნებს პირდება. როგორც იცით, 8 დღის წინ იმის გამო რომ დედაქალაქში იყო მასობრივი არეულობების და ძალადობრივი ქმედებების რეალობაც და მათი გამზრდის საფრთხე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში საგანგებო მდგომარეობის შემოღების. ამ დღეების განმავლობაში და დღეს საქართველოში არის აბსოლუტური სიმშვიდე, სრული წესრიგი, ცხოვრება ნორმალურად მიმდინარეობს და მე მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა ყველა მოქალაქეს, მთლიანად ქართულ ხალხს, რომელმაც გამოიჩინა საოცარი სიბრძნე, საოცარი გონივრულობა, საოცარი თავშეკავებლობა და მთელი მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ ჩვენ ვართ ორგანიზებული, დემოკრატიული, მშვიდობიანი ხალხი, ერი და სახელმწიფო. ამიტომ დღეს საგანგებო მდგომარეობა საქართველოში იხსნება. ჩვენ ყველანაირ შეზღუდვას პოლიტიკურ საქმიანობაზე, რომელიც ისედაც ძალიან ნომინალური იყო, მთლიანად ხსნით. ჩვენ ვემზადებით რიგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და ასევე პლებისციტისთვის, საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებულისთვის და მინდა ვთქვა, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველა წარმომადგენელს პოლიტიკური სპექტრის, ყველა მოქალაქეს ეკრება სრული შესაძლებლობა თავისი პოლიტიკური საქმიანობის ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე წარმართვის. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული კანონები, რომელიც გარანტირებულად აძლევს ოპოზიციას ტელეეთერის გამოყენების და მასმედიის გამოყენების საშუალებას. ამავე დროს ჩვენ ვიწვევთ ევროპელებს, ვიწვევთ ევროკავშირს ჩვენ მიმართეთ წინადადებით, რომ გამოაგზავნონ როგორც მოკლე ხნიანი დამკვირვებლები თვითონ არჩევნების დღეს, ასევე გრძელვადიანი დამკვირვებლები, რომელიც შეისწავლიან და მონიტორინგს გაუკეთებენ მედიის თავისუფლების საკითხს, რომელიც დაგვეხმარებიან და რომელიც ჩვენთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას ყველა სამართლებრივი დავის, ყველა სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტაში, რომელიც უკავშირდება საქართველოს პოლიტიკური საქმიანობის დემოკრატიულად წარმართვას, მთლიანად საქართველოს დემოკრატიის განვითარებას და პოლიტიკური პროცესის, კანონის და ევროპული ნორმების ჩარჩოებში დარჩენას და ასევე განვითარებას. ჩვენი ამოცანა არის, რომ საქართველოში ეს სიწყლარე გაგრძელდეს და მე მგონი ყველამ დაინახა და მე მინდა ამას ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში წესრიგის დასამყარებლად, კონსტიტუციის და კანონის უზენაესობის დასაცავად საქართველოს დღევანდელი მთავრობა არ დაიხევს უკან არაფერზე. ჩვენ არა ვართ შიშარა მთავრობა. ჩვენ ვართ მთავრობა, რომლისთვისაც მთავარი პრიორიტეტია კანონის უზენაესობა და რა თქმა უნდა მთავარი და ყველაზე ძირითადი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყანა, მასში სიმშვიდე და ნორმალური წესრიგი და ყველა მოქალაქის დაცვა. ამიტომ ჩვენ მზათა ვართ მომავალშიც უზრუნველყოთ წესრიგი, უზრუნველყოთ ნორმალური ფუნქციონირება ქვეყნის, უზრუნველყოთ დემოკრატიული, გამჭვირვალე ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი პოლიტიკური პროცესი. ეს განცხადება პრეზიდენტმა აჭარაში გამგზავრებამდე გააკეთა. მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდა. საქართველოს პრეზიდენტს და ბულგარეთის დელეგაციას აეროპორტში აჭარის მთავრობის მეთაური ლევან ვარშალომიძე დახვდა. სტუმრებმა ბათუმის ნავთობტერმინალი გონიოს ციხესიმაგრე, ბათუმის ისტორიული ნაწილი და ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. აჭარაში სტუმრობით საქართველოში ბულგარეთის დელეგაციის ორდღიანი ვიზიტი დასრულდა. ბულგარეთის დელეგაცია საქართველოში პირველად იმყოფება. ბულგარეთი ჩვენთვის ძალიან ახლობელი ქვეყანაა, არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ დემოკრატიულობის თვალსაზრისითაც. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ვიზიტია, რომლის დროსაც ვისაუბრეთ არა მხოლოდ არჩევნებზე, არამედ ევროპულ კავშირში გაერთიანებაზე. რადგან ბულგარეთი ის ქვეყანაა, რომელსაც ყველაზე მეტად შეუძლია გაიგოს საქართველოს მისწრაფება ევროპისაკენ.
ბათუმში გამგზავრებამდე სერგეი სტანიშევი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოში დანიშნული რიგარეში არჩევნები განიხილა. მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 9 საათს გაგრძელდა. სერგეი სტანიშევი ამბობს, რომ ბულგარეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და აპირებს თვალყური ადევნოს როგორც არჩევნების მიმდინარეობას, ასევე წინასაარჩევნო კამპანიას. ირაკლი ოქრუაშვილისა და დიმიტრი ქიტოშვილის სასამართლო პროცესი ორშაბათს მოწმეთა დაკითხვით განახლდება. დღევანდელ პროცესზე დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების შესახებ. პროკურატურამ წინასწარი პატიმრობა მოითხოვა იმ ნაწილში, რომელსაც სასამართლო ამჟამად განიხილავს. კერძოდ საქმე ეხება ჯეოსელის აქციების გამოძალვას და თავდაცვის სამინისტროსთვის ვადაგასული ტყვია-წამლის შეძენას. ირაკლი ოქრუაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ადვოკატისთვის გამოგზავნილ განცხადებაში ის ამბობს, რომ გამოძიებისთვის მიცემული აღიარებითი ჩვენება სინამდვილეს არ შეესაბამება. ყოფილი მინისტრი ითხოვს მისი ჩვენების აუდიო და ვიდეო მასალა სასამართლო პროცესზე მტკიცებულების სახით არ იქნას გამოყენებული. დღევანდელ პროცესს დიმიტრი ქიტოშვილი დაესწრო. ოქრუაშვილი, რომელსაც გირაო წინასწარი პატიმრობით შეუცვალეს, ამჟამად ზებნაშია. 2 დღის წინ პატიმრობის ბრძანება გაცემული ოქრუაშვილისთვის დღეს ახლა რა სამართლებრივი საფუძვლით იყო საჭირო დაპატიმრება, ეს სულად გაუგებარია ხა რამდენი ბრალდების ეპიზოდი გამოიყოფა ცალკე. ეს იმას აღნიშნავს, რომ ამდენჯერმე შეეფარდოს პირს ერთი და იგივე აღკვეთის ღონისძიება. ამ ეტაპზე არსებობს ორი საქმე, ერთი რომელიც იმყოფება წინასწარ გამოძიებაში, ერთი რომელიც იმყოფება სასამართლოში. შესაბამისად, სასამართლოში არსებულ საქმესთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ მოითხოვა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და პატიმრებით, ვინაიდან ის თავს არიდებს სასამართლოს ხდომაზე გამოცხადებას, აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა.